ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ საუბრობენ და არ აქვთ დეტალური ინფორმაცია ელენე ხოშტარიას თანაგუნდელებს, თუმცა მანამდე ისინი საუბრობენ იმ აბსურდულობაზე, რის გამოც ახლა ელენე ხოშტარია არის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. მისი თანაგუნდელები აცხადებენ, რომ მართალია სრულიად ქართული საზოგადოება 100 დღეზე მეტია ქართული ოცნებისაგან ხედავს აბსურდის თეატრს, მაგრამ ისაც გუშინ საზოგადოება მიხილა იყო განსაკუთრებულად გასაოცარი მათთვისაც კი იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისაგან უკვე დიდი ხანია აღარაფერი უკვირთ, ამბობენ, რომ ზებრა გადასასვლელით სარგებლობის გამო ადამიანის დაკავება იმაზე გაცილებით დიდი დანაშაული და სიმძიმეა და იმაზე გაცილებით დიდი ტრაგედია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, რადგან ამ ქმედებით კიდევ ერთხელ ჩამოიხსნა ნიღაბი ეგრეთ წოდებულმა პოლიციამ და ყველას დაანახა, რომ მისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას როგორ და რანაირად აკეთებს მოქალაქე, მისთვის მხოლოდ და მხოლოდ მისი პიროვნება არის მთავარია ის, რომ განსხვავებული მოსაზრება აქვთ ამ ადამიანებს და ნებისმიერი ტიპის მცირედი მიზეზიც კი შეიძლება ნებისმიერი პროევროპულად განწყობილი მოქალაქის დაკავების მიზეზი და საბაბი გახდეს. საბოლოო ჯამში ისინი აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი არის იმ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ქართული ოცნების წარმომადგენლები ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებულად მძაფრად ახორციელებენ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, გუშინ ღამით იზოლატორთან არა მხოლოდ ელენე ხოშტარიას მეგობრები და თანაგუნდელები იმყოფებოდნენ, არამედ მისი ადვოკატიც იყო შესული, რომელმაც მუხლები განმარტა და დეტალებთან დაკავშირებით უკვე დამატებითი ინფორმაცია ელენე ხოშტარიას მეგობრებს მიეწოდა. ეს არის ზუსტად ისეთივე აბსურდული ამბავი, როგორც ყველა დანარჩენი პოლიტპატიმრები, რომლებიც ციხეში ყავთ გამოკეტილი არიან ყველა აბსურდული ბრალდებით. ელენეს საქმეც არის ზუსტად ეგეთივე აბსურდული, მათ არ ჭირდებათ არავითარი სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ ადამიანი დააკავონ. ეს არის პოლიტიკური დაკავებები, ყველა მათგანი დღევანდელიც და ყველა აბსოლუტურად სხვაც. დღეზე მეტია უკვე წარმოუდგენელ აბსურდის თეატრს გავს ხელისუფლება, რუსული ხელისუფლება, რომელსაც გონია, რომ რაღაცით, რამე გზით ამ პროცესს ჩაახშობს და გააჩერებს. ვერც ერთხელ, ვერც ერთი დღის შემდეგ ვერ გაიგო, ეს ვერ მოხდება. ზებრაზე სიარულის გამო დააკავეს ელენე ხოშტარია, ჩვენ ეს არ გვიკვირს, ვიცით რეჟიმი რას აკეთებს, როგორ მოქმედებს და ჩვენ შესაბამისად მზად ვართ ყველაფრისთვის. დაკავებული ორი გოგონა გუშინვე გაათავისუფლეს. ერთ-ერთი მათგანი არის თამარ კურატაშვილი, რომელსაც ეწერა მარტივი ჭეშმარიტება ბანერზე. ანწუხელიძე უკვდავია. სწორედ ეს ფრაზა იქცა გუშინდელი დღის გუშინ გამართული აქციის სიმბოლოდ. მოქალაქეებს მსგავსი ტიპის ბანერები ჰქონდათ მთელი ღამის განმავლობაში მოტანილი დედაქალაქის მთავარ გამზერზე და ცდილობდნენ, რომ ამ ფორმით დაენახებინათ როგორც ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, ისე ეგრეთ წოდებული საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებისა და სამართალდამცველებისათვის, რომ ანწუხელიძე მართლაც უკვდავია და ამ ბანერის გამო ადამიანის ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩატენვა არის უდიდესი დანაშაული. საბოლოო ჯამში ახლა ვიცით, რომ ელენე ხოშტარია და კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც ედავებიან პოლიციელის ავტომობილის დაზიანებას, რჩებიან პატიმრობაში. ელენე ხოშტარიას მეგობრები ელოდებიან მის ახლო პერიოდში გათავისუფლებას. რაც შეეხება ორ გოგონას, როგორც უკვე გითხარით, ისინი გუშინ ღამევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. რა თქმა უნდა, ჩემი დაკავების პროცესში წინააღმდეგობა არ გამიწევია პოლიციელებისთვის. თუმცა მათ ჩათვალეს, რომ უნდა დაუმორჩილებოდი მათ უკანონო ბრძანებას და ეს ბრძანება იყო გადასულიყავი იმ სავალ ნაწილზე, სადაც აქციის მონაწილეები იდგნენ. მინდა და მშვიდობიანად გამეპროტესტებინა ადმინისტრაციის შენობასთან ბორდილზე ამ პლაკატით და გამომეხატა ჩემი პროტესტი იმ ყველაფრის მიმართ, რაც ხდება პარლამენტში და როგორც ყალბდება ისტორია. თუმცა არ მომწეს შესაძლებლობა და უკანონო ბრძანების საფუძველზე დამაკავეს. თამარ კურატაშვილი და ლილუ შაველაშვილი კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ ეს არის იმ გოგონების სახელები და გვარები, რომლებიც გუშინ ღამევე გაათავისუფლეს წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე, ხოლო ელენე ხოშტარია ამ დრომდე რჩება დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. როგორც ჩვენ მოვისმინეთ მისი თანაგუნდელებისაგან, ეს ყველაფერი არის თეთრი ძაფით შეკერილი საქმე და რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა იმდენად დაკარგეს სახე, რომ არც პოლიტიკოსების დევნას ერიდებიან და არც მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინებას. მადლობა ხატია.